კიდევ ერთი დღე მოვიდა, დღეს მატჩის დღეა, საბერძნეთის ჩემპიონატი, ანუ საბერძნეთის სუპერლიგა, ათრომიტოსი კიფისია და მოდი დავაწვეთ ამ თამაშზე. მაინც და მაინც ეს შეხვედრა. ლუკა გუგეშაშვილი. რიგში მოდიხართ მეტროსთან, ამ ბელოკიპი გახლავთ ასეთი გაჩერება, შემდეგ ამოდიხართ აი ამ გაჩერებაზე, ავტობუსის გაჩერება არის ეს და 813-ს დააჯდებით. მოკლედ რო გითხრათ, ეს არის 813-ის პირველი გაჩერება და აღარც გიწევს გაჩერებების ძებნა, სულ ბოლო გაჩერებაზე ჩამოხვალ და შემდეგ უკვე გაჩვენებთ როგორ უნდა წახვიდეთ მოედანზე. როგორც იქნა მოვიდა 813 და წავიძარით მოედნისკენ. დავით, თუ გინდა ცოტა წაუძინე, იმიტომ რომ ბოლო გაჩერებაა და დაახლოებით 45 წუთი მოუნდებით რომ მივიდეთ ამ გაჩერებაზე. აი, ეს არის ბოლო გაჩერება. აი, ამ ეკლესიით მიხვდებით და წახვალთ იქით პირდაპირ. აი, ასე პირდაპირ როიული ფეხით აქ შეხვდება ავტოსერვისი. აქეთ ამ მხარეს აი ესეთი რაღაცები agency-ის ბენზინგასამართი და ეს რაღაცები შეიძლება იცნოთ და აი იქ არის მოედანი, ყურეთ, აი. დაახლოებით 10 წუთის გზა არის ავტობუსის გაჩერებიდან. ყველაზე მთავარი ბილეთების ამბავი როგორ ხდება. საიტიდან შეგიძლიათ იყიდოთ, ათრომიტოსის საიტზე შეხვალთ. თუ ასეთ რაღაცები არ გეხერხებათ და გეზარებათ, მოხვალთ მოედანზე და ადგილობრივ სალაროში იყიდით. თუ რაღაც სასწაული შეხვედრა არ მიმდინარეობს, ბილეთების რაოდენობა ყოველთვის არის თითქმის, იმიტომ რომ ათრომიტოს არ აყავს ახლა ძალიან ბევრი გულშემატკივარი. ესეც ასე გამოჩნდა. ძალიან პატარა მოედანია, თუ არ ვწდები, იტევს 8000 მაყურებელს. ვირდებათ და 10 ევროღის სულ რაღაც ბილეთი, მეგონა რომ 15-20 евро ღირდა, მაგრამ 10 евро ღირს ასეთ თამაშის ყურება, მე ასე ვფიქრობ, საბერძნეთის სუპერლიგა. თამაში შევალ ფანშოპში შემოვიდა, სხვათა შორის არ ღირს ვირი მაისურები მიუხედავად იმისა, რომ არ არის ისეთი მაგარი ბრენდი, მაგრამ კაი ხარისხია და 45 евро ღირს და 55 ეს მაისური და მე მგონი რავი საკმაოდ ელეგანტური და ლამაზია. ესენიც ალბათ იგივე ფასია. ეს საბავშვო სექცია. ცოტა ბიუჯეტური მოედანია, მაგრამ საინტერესო. ჩვენებური ძირითადშია. უკვე მე რამდენი შეხვედრა. მაინც ბევრი გულშემატკივარი არ დადის ამ გუნდის თამაშებზე, მაგრამ ყავს ერთგული ფანები და ხალხის რაოდენობაც, რა ვიცი, ვერ ვიტყვა ძალიან ბევრია, ალბათ ერთ წლიანობაში 3000 კაცი შეიძლება არ იყოს. ათრომიტოსიდან ვინც შეგვიძლია გამოვარჩიოთ არის ზუბერი, ესეთი შვეიცარიელი ფეხბურთელი გეცოდინებათ, აუცილებლად თავის დროზე შტუტგარტში, ჰოფენჰაიმში, აინტრახტში თამაშობდა და რა თქმა უნდა შვეიცარიის ნაკრებში. აი ეს ფეხბურთელი გახლავთ 77 ნომრით. პირველი შეტევა. და დიდი გადამრიე ვერაფერი პირველი ტაიმი, თითო მომენტით, პროსახიბათო მომენტი ხონდა ათრომიტოს, გუგეშაშვილი ერთხელ ჩაერთო თამაში მხოლოდ და მოდი ვნახოთ როგორი თამაში შეიძლება იყოს მეორე ტაიმში. მე ვფიქრობ რომ ძალიან დაძაბული შეხვედრაა და მაქსიმუმ შეიძლება ერთი გოლი გავიდეს ამ შეხვედრაში. რაღაც ესეთი მძიმე შეხვედრაა. აი რას მინდა დააკვირდეთ რა, რამდენი სპონსორი ყავს ჩემპიონატს. ნუ მართალია რაღაცეები ხომ არ ბეთი, მაგრამ ნახეთ და აი საიდან არის ფეხბურთში ამდენი ფული, რავი, ალბათ ფიქრობთ. ნუ შეიძლება ვიღაცისთვის შეიძლება არაფერი ეს
კონკრეტული, მაგრამ აი მთელი მოედნის სივრცეზე რამდენი სპონსორი ყავს, ნუ ერთ და იგივე სახელების არის რა თქმა უნდა, მაგრამ რამდენი სპონსორი ყავს ჩემპიონატს, უბრალოდ დააკვირდით რა, როგორი განვითარებულია. აი ესეთ პატარა არენაზეც კი უამრავი სპონსორი ყავს, უამრავი. პირველი ტაიმი. იწყება მატჩის მეორე ტაიმი. ჩვენებური უკვე ჩვენს მხარეს არის, დროშა გამოვფინე და იმედია ბოლოს მაისურს დავისაკუთრებ. ეს საჩავიდა ჩემი რა ხდება? რა ხდება? ხომშვიდობა, გუგეშაშვილი ჩავიდა საჯარიმოში, არაფერი არ ხდება. რაღაცას ეუბნება ეთქობა. პირველად ნახე მართლა რა, მეკარე რომ ესე ახლოს არის და რაღაცას არ ნახობს. ნახე აი სად არის? სად არის გამოსწოლე ნახე. გვაქვს საქმე, ცუდად აგვაქვს საქმე გუგეშან რა ბურთი გამოაძრო ჩემი. მაგარი გვიშველა რა, საღოლ გუგეში. პენალტინე. პენალტინე. დაიძაბა. მაგრამ დაგინებე შეუკურთხეს. ეგ არის. არა. სორი გულშემატკივარი არის ძალიან აგრესიული რა. აი ვერა დედის ყველაფერი დააფარეს თავზე, აი თავანტუხეს. აქეთაც აი სამსაო შტაბში ყველას შეუკურთხეს რა, აი ყველაფერი აკადრეს რაც გაუსწორდა. აი კადრია ძალიან ემოციური გულშემატკივრები არიან. გამწარებულია აი. გუგეში, ეგარი ლომი ხარ. არას. დასრულდა მომდელი შეხედა. ასე გუგეშა მაისური გვაჩუქა. ჯიგარი ხარ გუგეში, ჯიგარი ხარ, მადლობა ძმაო. ჩვენი ძმა. Next time. დავაფრიალეთ და გუგეშა მოდის. აი ყველაზე მაგარი რა იყო იცი ჩემთვის რა ძალიან და TikTok-ის ხო გაქვს შენო და გიყურებო და ზაღოლო წარმატებები მისურვა და რავი გუგეშას მაიკით მივდივარ მოკლედ აქედან რა კაცი ხარ გუგეში გაიხარეთ მამა გაიხარეთ წარმატებები